ევროკავშირთან დაკავშირებული მითების გავრცელება რუსული პროპაგანდის კარგად გამოცდილი ხერხია. ვეცდებით გავაქარწყოთ ყველა ის მითი, რის დამტკიცებასაც ევროკავშირის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები ცდილობენ. სიუჟეტის თემა გეოპოლიტიკა. მითი: ოკუპირებული ტერიტორიებით ევროკავშირში შესვლა შეუძლებელია. საიდან დავიწყოთ, რომ ევროკავშირი როდესაც დაფუძნდა, ხო, ყავდა 6 დამფუძნებელი წევრი. მაშინ სხვა რამე ერქვა რა. და ერთ-ერთი მათგანი, ყველაზე დიდი იყო ასე ვთქვათ, ტერიტორიები წართმეული, ასე ვთქვათ, ხო, თუ ტერიტორიებამ მთლიანობა დარღვეული, ეს იყო გერმანია. შემდეგ, როდესაც გერმანია გაერთიანდა, ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთ გერმანია შეუერთდა დასავლეთ გერმანიას, აღმოსავლეთ გერმანიაც გახდა ევროკავშირის წევრი ავტომატურად. ხო, ასე რომ პირიქით, დასაბამიდან ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ევროკავშირის პრობლემა იყო, მარტო ის კი არა, რომ გაწევრიანება არ შეიძლება როცა ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული გაქვს, შეიძლება კიდეც და მეტიც, ევროკავშირი თავისი არსით, რომელიც მშვიდობის პროექტია, პირდაპირ ხელს უწყობს იმას, რომ ქვეყნებმა რომელიც ევროკავშირის ნაწილები არიან, ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინონ. მეორე ასეთ შემთხვევა არის კვიპროსის შემთხვევა, რომელიც 2004 წელს გახდა ევროკავშირის წევრი და დღეს არის კვიპროსის რესპუბლიკა, რომლის ჩრდილო ნაწილი არის ოკუპირებული და ის ასე ვთქვათ, სახელმწიფო მხოლოდ თურქეთს აქვს აღიარებული, ხო? შესაბამისად, კვიპროსი უკვე რამდენი ხანი გავიდა, 21 წელია ევროკავშირის წევრია და სხვათა შორის შარშან ვიყავი კვიპროსში, ორივე ნაწილში, ოკუპირებულ ნაწილშიც და კვიპროსის რესპუბლიკაში. და როგორც ცადა დედამიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან კვიპროსის ეს ორი ნაწილი. არსებობდა ესეთი კოფი ანანის გეგმა. კოფი ანანი მაშინ იყო გენერალური მდივანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, რომელსაც ჰქონდა ესეთი გეგმა, რომ კვიპროსი გაერთიანებინა ევროკავშირში გაწევრიანების ეგიდით. ხო და ესე იყო, სანამ ევროკავშირი მიიღებდა კვიპროსს საბოლოოდ 2004 წელს, მანამდე ჩატარდა რეფერენდუმი კვიპროსში, გაერთიანების რეფერენდუმი. სამწუხაროდ გაერთიანება ვერ მოხდა, იქიდან გამომდინარე, რომ ბერძნულმა ნაწილმა უარი თქვა თურქული ნაწილის შემოერთებას. შესაბამისად, შესაძლებლობა კვიპროსის გაერთიანების იქ იყო. 100% ტყუილი მითია ის, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ოკუპაცია ხორციელდება, ევროკავშირი ქვეყანაში არ მიგიღებს. რატომ არის ტყუილი? იმიტომ რომ პირველ რიგში ამ ოკუპაციას რუსეთი იმთავითვე იყენებს ბერკეტად, რომ არაფორმალური ვეტოს უფლება კონდეს. ის შენ გაჯერებს, რომ სხვაგან არ მიგიღებენ, მაგალითად ნატოში ვერ გაწევრიანდები, თუ ტერიტორიული მთლიანობა არ აქვს აღდგენილი და ამიტომ ის ხელოვნურად არ ღვევს ტერიტორიულ მთლიანობას, რომ შენზე ზეგავლენის ბერკეტი მოიპოვოს, კონტროლის მექანიზმი მოიპოვოს და შემდგომ ვერ გახდე ესეთი გაერთიანების წევრი, როგორიც არის ნატო და როგორიც არის ევროკავშირი. ევროკავშირს საერთოდ არ აქვს მსგავსი არავითარი მოთხოვნა, იმიტომ რომ განსხვავებით ნატოსგან, ევროკავშირს არ მოეთხოვება, რომ რაიმე პროაქტიული ქმედებები განახორციელოს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული. ეს არის სუფთად კულტურული, სოციალური და ეკონომიკური გაერთიანება, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს, თქვათ, უცხო ქვეყნის ამ შემთხვევაში ჩარევასთან. საქართველოს და გარდა ამისა, ფაქტია ის, რომ პირდაპირ მიმდინარეობს გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან, რომელსაც არამხოლოდ ფაქტობრივი ოკუპაცია, არამხოლოდ ფაქტობრივი ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, არამედ მიმდინარე ომის პირობებშიც კი ევროკავშირი განიხილავს უკრაინის გაწევრიანებას. საქართველოსთან მიმართებითაც პირდაპირ და ღიად ითქვა, საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა გაეხსნა 2030 წლისთვის. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ყველა მიცის, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია საქართველოში. მითი: ევროკავშირი კონფლიქტების მოგვარებაში არ დაგვეხმარება. ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ ის იყო, რომ ევროპულ ერებს ქვეყნის შიგნით იქნებოდა თუ ქვეყნის გარეთ ერთმანეთის თავს რომ აღარ დასხმოდნენ, მშვიდობა რო ყოფილიყო
და კონფლიქტები რო ამოწურულიყო, სწორედ ამას ემსახურებოდა ეს პროექტი. გარდა იმისა, რომ მაშინ ომით დანგრეულ ევროპას სჭირდებოდა ერთობლივი ძალა იმისთვის, რომ ეკონომიკურად ფეხზე დამდგარიყო. ვერც ერთი ქვეყანა ცალკე აღებული, კარგად ვერ იცხოვრებდა და შესაბამისად სწორედ აქედან წამოვიდა ეს იდეა. ამიტომ კონფლიქტის მოგვარებას ვერ შეუწყობს ხელს კი არა, სწორედ ამისთვის არის შექმნილი მთლიანად ეს პროექტი და კიდევ ერთხელ ვამბობ, არაერთი მაგალითი არსებობს. მითი. ევროინტეგრაცია რუსეთთან ურთიერთობას უფრო დაძაბავს და ომის საფრთხეს გაზრდის. სიმართლე არის ასეთი. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არასდროს მას შემდეგ, რაც ევროკავშირში გაწევრიანდნენ, არანაირი ომის საფრთხე არ დადგომიათ. მათ არასდროს არ განუცდიათ ომი. ერთადერთი მართლაც მშვიდობაზე დამყარებული ორგანიზაცია პრაქტიკული თვალსაზრისით ეს არის ევროკავშირი, ევროგაერთიანება, რომელიც მართლაც თავისი ეკონომიკური კავშირებით უზრუნველყოფს მისი წევრი სახელმწიფოების მშვიდობას და უსაფრთხოებას და უსაფრთხოდ განვითარებას მშვიდობიან გარემოში. ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება უნდა, მაგრამ ეკონომიკური უსაფრთხოება ავტომატურად ითარგმნება ზოგად უსაფრთხოებაში და ავტომატურად მშვიდობაში. ამიტომ არის მათ შორის, რატომ უნდა საქართველოს რომ ამ გაერთიანების სრულფასოვანი წევრი იყოს. ანუ ეს არის 100%-ით მოგონილი მითი იმისთვის, რომ ტყუილი დააჯერონ მოსახლეობას და თავისით, ასე ვთქვათ, რაღაცა ეს შიშის სენტიმენტები გაუღვივონ და ათქმევინონ უარი. რუსეთთან დაძაბულობა უკვე რაც არსებობს, ამაზე მეტი რა უნდა გაიზარდოს, მე უბრალოდ არ მესმის, ხო? რუსეთი რეალურად თავად ქმნის პრობლემატურ სიტუაციას და შესაბამისად ასეთ მდგომარეობაში, რაც უფრო ახლოს იქნება ქვეყანა ევროკავშირთან, რაც უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული, ის მეტად იქნება დაცული. შესაბამისად, საქართველოს გინდა კონდეს კონფრონტაცია, რუსეთთან გინდა არ კონდეს. რაც უფრო იზოლირებული იქნება საქართველოს ევროკავშირისგან, დასავლელი პარტნიორებისგან, მით უფრო დაუცველი იქნება ის რუსეთთან მიმართებაში. შესაბამისად, თუ სერიოზულად გვინდა ამ საკითხზე ვიფიქროთ და ვიფიქროთ მომავალში, რომ საქართველოს იყოს დაცული სახელმწიფო, განსაკუთრებით რუსული საფრთხეებისგან, ერთადერთი საშუალება ამის არის სწორედაც ევროკავშირში გაწევრიანება, რომელიც რა თქმა უნდა არ არის ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია, ანუ ნატო, მაგრამ ევროკავშირს მაინც დიდწილად იცავს ნატოს უსაფრთხოების ქოლგა. შესაბამისად, ეს დამცავი ქოლგა მუშაობს ისე, რომ შენს წინააღმდეგ ომს უკვე ვეღარ იწყებენ. მითი. ევროკავშირი ჩაბმულია გეოპოლიტიკურ კონკურენციაში რუსეთის ფედერაციასთან. თავის დროზე საბჭოთა პროპაგანდა მუშაობდა ასე, მაგალითად ამბობდნენ, რომ ბოროტ იმპერიალისტებს, შესაბამისად მაშინდელ დასავლეთს, უნდა პატარა ქვეყნების დაპყრობა და საბჭოთა კავშირი იცავს მათ მშვიდობას. ანუ პრაქტიკულად ერთი-ერთში იდენტური კლიშეებია, რომელიც მაშინ დაინერგა, რომელიც ახლა უბრალოდ პერიფრას გადის და რაღაც განსხვავებული ფორმით გთავაზობს. ანუ იქნება მტრისხატი, ამ შემთხვევაში მტრისხატი არის დასავლეთი, რომლისგანაც გიცავს ვითომ ჭყალებში გიცავს რეჟიმი, იმისთვის რომ შენში შიში გააღვივოს და მერე გითხრას, რომ აი მე როგორი კარგი ვარ და შენ როგორ უკეთეს პირობებში გამყოფ. სინამდვილეში 100%-ით ტყუილია. რუსეთი დაკავებული არის საბჭოთა კავშირის აღდგენით. 21 საუკუნეში, ოღონდ ამას აკეთებს ძალით. ევროკავშირს ძალით წევრად ჯერ არავინ არ შეუთრევია, ანუ არც სხვა ქვეყნები, ანუ ასე ვთქვათ, არც ევროპული არც დიდი და არც პატარა ქვეყანა. ანუ ევროკავშირს უდგას რიგი მოდე ესე ვთქვათ რა და ეს ქვეყნები ამ ქვეყნებს სურთ წევრობა, რატო? იმიტომ რომ იქ უკეთესია კეთილდღეობა და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, რანაირად შეიძლება კონკურენციაში მოვიდეს კავშირი, რომელსაც ყოველდღე კარზე უკაკუნებენ, რომ მოდი რა მოვალთ შენთან და ქვეყანა, რომელსაც კარზე არავინ არ უკაკუნებს, პირიქით, ყველა ცდილობს, რომ მაქსიმალურად მოერიდოს და ეს ცდილობს, რომ რაღაც ქვეყნები დაიკავოს. ანუ ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ნაირი რუსეთი გაერთიანება არ არის, მაგრამ ანუ სხვადასხვა სივრცეა რა. ევროკავშირი არის კეთილდღეობის, ბედნიერების, ადამიანის უფლებების, განათლების სივრცე და რუსეთი არის აი ამ ყველაფრის აბსოლუტური საწინააღმდეგო და ასე რომ გეოპოლიტიკური კონკურენცია ცოტა სასაცილოა მე მგონი აქ. მითი.
ევროინტეგრაცია საქართველოს მცირედ სარგებელს მოუტანს, მაშინ, როცა დამატებით ვალდებულებებს დააკისრებს. ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ, როგორ განვითარდნენ ის ქვეყნები, რომლებიც გახდნენ ევროკავშირის წევრები. და როგორ გზაზე არიან ის ქვეყნები, რომლებიც ვერ გახდნენ ევროკავშირის წევრები. ამისათვის ძალიან კარგი მაგალითია 2004 წელი, როდესაც მაგალითად ესტონეთი გახდა ევროკავშირის წევრი. დღეს ესტონეთი არის, მაშინ სხვათა შორის არ იყო, მაშინ იყო ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფო ყოფილ საბჭოთა სივრცეში. დღეს ესტონეთი არის ერთ სულ მოსახლეზე უფრო მდიდარი, ვიდრე არა მარტო ბალტიისპირეთის ქვეყნები, ან ცენტრალური ევროპის ქვეყნები, ან უნგრეთი, ან კიდე სხვა ვინმე. ის ქვეყნები, რომლებიც ვერ გახდნენ მაშინ წევრები, არის მაგალითად ბოსნია-ჰერცეგოვინა, ან სერბეთი, ან ალბანეთი, რომელმაც გაუშვეს ხელიდან ეს შესაძლებლობა და დღეს იგივე ესტონეთი, ან თუ გინდათ ლიეტუვა, ან რომელიმე სხვა პატარა სახელმწიფო, რომელიც გახდა ევროკავშირის წევრი, მან მოახერხა და აი ამ ხნის განმავლობაში გაასწრო კეთილდღეობითაც, ადამიანის უფლებებითაც, ყველა კომპონენტში გაასწრო იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის მიღმა დარჩნენ. შესაბამისად, საქართველო 2004 წელს გამხდარიყო ევროკავშირის წევრი, მერწმუნეთ დღეს საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი $9,000 კი არ იქნებოდა წელიწადში, იქნებოდა $29,000 და ეს რო ასეა, ამის საუკეთესო მაგალითია, როგორც გითხარით, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ცენტრალური ევროპის თუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომელმაც გამოიყენეს ეს შესაძლებლობა. მითი. ევროკავშირი აღარ ფართოვდება. ეს არის ფაქტობრივი ტყუილი. ევროკავშირი ფართოვდება და 2030 წელს იქნება შემდეგი გაფართოების ტალღა. ეს არის შემდგარი ფაქტი, ეს ხდომა შედგება, ახლა მიმდინარეობს გაფართოების პროცესი, ახლა მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, დამატებით რამდენი ქვეყანა გაწევრიანდეს. სულ ცოტა ხნის წინ იყო საბჭოს შეფასება, სადაც რამდენიმე კონკრეტულ ქვეყანას ძალიან კარგი შეფასება მიეცა, რომლებიც 2030 წლისთვის დანამდვილებით გახდებიან ევროკავშირის წევრები, ანუ გაფართოება მიმდინარეობს. ეს არის მიმდინარე პროცესი. ეხლა იგეგმება გაფართოების შემდეგი ტალღა, რომის შემდგომ გარკვეული პერიოდით გაფართოება აღარ დადგება ევროკავშირის პოლიტიკის დღის წესრიგში. მაგრამ 2030 წლისთვის დანამდვილებით იგეგმება ევროკავშირის გაფართოება, ახალი წევრი ქვეყნები გახდებიან ამ გაერთიანების წევრი და მათ შორის უნდა ყოფილიყო უკრაინაც, მოლდოვაც და საქართველოც. საქართველო ვიცით, რომ ამ დიალოგიდან გამოთიშულია, არა იმიტომ, რომ გაფართოება არ მიმდინარეობს, არამედ იმიტომ, რომ საქართველო რუსეთის დავალებით ივანიშვილმა გამოთიშა ამ პროცესს. გაფართოებას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, საზომები და არსებობს გეგმა გაფართოების, არსებობს, ასე ვთქვათ, თავების გახსნა, დახურვის საკითხი, რომ ახალი ქვეყანა თანხვედრაში მოვიდეს ევროკავშირთან და ამ პროცესს წლები ჭირდება და ამაში ევროკავშირი ეხმარება მუდმივად იმ ქვეყანას, რომელიც მომავალში გაწევრიანდება. შესაბამისად, ამაზე ხარჯავს მილიარდობით ევროს იმისთვის, რომ ქვეყანა მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან, იქ სტანდარტებთან და ასე შემდეგ და ეს არის ძალიან დიდი სამუშაო. ის რომ მითი იყოს, რომ თითქოს ევროკავშირი რაღაცას იგონებს და არ გაფართოვდება, ეგ სისულელეა, იმიტომ რომ მაშინ არ დაიხარჯებოდა ეს ხალხი ამდენს. მითი. ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, ევროკავშირში არ მიგვიღებენ. ჩვენ ევროკავშირმა კარი გაგვიღო და კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭა იმ პირობებშიც კი, როცა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი ვერ მიგვეღო. უფრო მეტიც, დღესაც მზად არიან, რომ ყველაფერზე თვალი დახუჭონ, თუ ივანიშვილი თავის პოლიტიკას მინიმალურად მაინც გადაუხვევს და გაატარებს ეროვნულ პოლიტიკას და სახელმწიფოებრივ პოლიტიკას, ახლაც კი მზად არიან იმ პირობებშიც, როცა საქართველო აი ამ მთელი თავისი მოცემულობით, თავის პოლიტპატიმრებით და თავისი მთელი ადამიანის უფლებების დარღვევით და სახელმწიფოს მიტაცებით, დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურებით, ამ პირობებშიც კი მზად არიან ისინი, რომ საქართველო განიხილონ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუნარჩუნონ და კანდიდატის სტატუსი გადაიყვანონ შემდეგ ეტაპსა და საქართველო მიიღონ ევროკავშირში. ანუ არათუ საქართველომ
რაც არ უნდა გააკეთოს, არამედ აი სრულიად მინიმალური სტანდარტი რომ დააკმაყოფილოს, ევროკავშირი მზად იქნება რომ საქართველოს მიიღოს ევროკავშირში. ევროკავშირი არის ქვეყნების გაერთიანება და ევროკავშირი არის წესების გაერთიანება. იმისათვის რომ შენ ევროკავშირმა მიიღოს, არსებობს რაღაც კონკრეტული წესები და რაღაც კრიტერიუმები, რომელიც უნდა დააკმაყოფილო. და ბუნებრივია ამაზე ევროკავშირი მიგითითებს. და აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის, ანუ ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. იგივე გზა გაიარა პოლონეთმაც, იგივე გზა გაიარა ფინეთმაც, იგივე გზა გაიარა საბერძნეთმაც და იმანაც რა ქვია ესპანეთმაც. და შესაბამისად ყველას მიმართ არსებობდა პრეტენზიები და მაქსიმალურად შეძლების დაგვარად იმ ქვეყნებმა ეს ყველაფერი შეასრულეს. აქ პრობლემა ის არის, რომ თუ არაფერს არ გააკეთებ, 9 აი იგივე საქართველოსთან მიმართებაში ჯერ ხო გქონდა 12 პუნქტი და მე გქონდა 9 პუნქტი შესასრულებელი. ერთი პუნქტიც კი ძნელად საპოვნელია, რომელიც საქართველოს შეასრულა, ხო? ნუ სინამდვილეში ხო საქართველოს ააკეთებს პირიქით, ანუ იმის საწინააღმდეგო რაღაცებს, რასაც ევროკავშირი ითხოვს იმისთვის, რომ იმ კლუბში მიგიღოს, ხო? თან მთავარი რაც არის, რომ ის, რასაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს და ნებისმიერი სხვა მომავალი წევრისგან ითხოვს, პირველ რიგში ეს თუ ვინმეს გამოადგება, ამ ქვეყანას გამოადგება სწორედ. ანუ ის ითხოვს, რომ უკეთესი სკოლები გქონდეს, სოფლის მეურნეობა უკეთესად გქონდეს, მოწყობილი, უფრო მაღალი ხარისხის რაღაცა ჯანდაცვა გქონდეს, მეტად დემოკრატიული იყო, ადამიანის უფლებები უკეთესად დაიცვა და ასე შემდეგ რა და ეხლა შენ თუ ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებ, ბუნებრივია ის გეტყვის, რომ იცი რა, ფეხები, ანუ ჭუჭყიანი ფეხებით ჩვენთან მობძანდებით რა.